მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ გუშინ მე ვსაუბრობდი ამ რუსოფობიულ ავადმყოფობასთან დაკავშირებით და დღესაც მინდა ეს თემა გავაგრძელო. თუმცა ერთი საინტერესო რაღაცა მოხდა. არ ვიცი, ზოგმა მინიშნებად შეიძლება მიიღოს ეს ყველაფერი, ზოგმა შეიძლება სხვა რამეთ მიიღოს ეს ყველაფერი, დროსა და სივრცეში მე ასეთი დამთხოვების არ მჯერა და მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა დიდ დროს არ წაგართვევთ, გესაუბროთ, მაგრამ მანამდე ვერაუვლით გვერდს თავისთავად ის, რაც ქართულ საზოგადოებაში ხდება, ის, რაც ქართულ საზოგადოებაში მიმდინარეობს და დღეს იქნა სასამართლო ჩატარდა ადამიანზე, რომელი პიროვნებაც იქნა დაკავებული ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ვინც ცემა ეს არ ვიცი, ეს გადაგვარებული ადამიანი, ეს არ ვიცი, ეს ნორმალური არ არის. მაგრამ მე ერთ რაღაცას ვიტყვი, იცით? რატომ გიკვირთ? ეს ხალხი არის ბიძინა ივანაშვილის პერიოდის სკოლის და საზოგადოების აღზრდილი. დიახ, ეს ხალხი არიან, ეს თაობა არის ნაცკოცური მიშის და ბიძინის საგანმანათლებლო სისტემის ნაყოფი. და ზუსტად აი ამ ნაყოფს იმკის საქართველო და ქართველი ერი. და რა გიკვირთ თქვენ, კაი დედმამიშვილებო, ის რომ ვიღაცამ ტვინ მოწამლულმა ადგა და ნოდარ დუმბაძეს დაუწყო გინება? ბიჭო, ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ? გაბუნია არ იყო ღვთისმშობელზე რას ამბობდა? მაშინ ჩვენი ბიჭები რომ მივიდნენ პასუხის მოსათხოვად, ეგერ 7 წლიან ციხეში უშვებდნენ რას ქვიაო გაბუნიასო და რუსთავი ორი ჟურნალისტებს ვინმე შეეხო და ერთი ცივილკევილი იყო ატეხილი. ყველა დიდი მწერალი და უდიდესი მწერალი იყო ნოდარ დუმბაძე, რა თქმა უნდა, მისი შეურაცხყოფა არ შეიძლება, არანაირად არ შეიძლება, ისევე როგორც სხვა დიდი მწერლების, მაგრამ ეს შემთხვევითი არ იყო, ეს ამბავი შემთხვევითი არ იყო სხვათა შორის. შემთხვევითი ნამდვილად არ იყო, ეს სპეციალურად იყო გამორჩეული ეს ნოდარ დუმბაძის საკითხის ურიული სოროსული ჯგუფები, რომლებიც დარბიან საქართველოში და სპეციალურად იყო ეს პროვოკაცია მოწყობილი. თუ არა, ნოდარ დუმბაძე ისეთი ავტორიტეტის ადამიანი იყო და ისეთი პიროვნება იყო, რომ ბევრი ამბობს, რომ ცოცხალი ყოფილიყო, შეიძლება აფხაზეთის ომისართ არ მომხდარიყო. და იქ ჰელადოსზე არის საუბარი და ჰელადოსიდან ბევრი რაღაცა შეიძლება ისწავლოს ადამიანმა. აი დღეს ჰელადოსი რო ენაზე აქვს დახვეული. დააკვირდით იქ ჰელადოსის და ამბები როდესაც ხდება, რომ გაჯობა კაცობაშიო. დედა გარდაცვლილი ყავდაო და არ გაქცა პასუხიო. ეს მომენტიც ხო ჰელადოსიდანაა, მაგრამ ამას ნაკლებად ახლა დღევანდელ საქართველოში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და გამოვიდა შვილი, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი დიდი ბაბუა ყავს და მის შეურაცხყოფას ახდენენ, ვინც მოთხოვს პასუხს ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, ღირსებისთვის ბრძოლა იყო ეს და კი ბატონო. მით უმეტეს რომელიმე თქვენთაგანს გარდაცვლილი მამის და ბაბუის შეურაცხყოფა რო გაუკეთოს ვინმე, როგორ იმოქმედებთ? მე პირდაპირ ვეკითხები იმ ხალხს, იმ ავადმყოფებს, რომელი ავადმყოფების ამა თუ იმ ფორმით ცდილობენ იმ ავადმყოფის გათეთრებას, რომელიც ნაცკოცური განათლების სისტემის მიერ შექმნილი დეგრადირებული ახალგაზრდა არის და ეს არის ტრაგედია. მე კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს არის უბედურება და ეს არის ტრაგედია, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობა, ასეთი ავადმყოფი, ასეთი დეგრადირებული მასობრივად მოდის საქართველოში. და ნებისმიერი სირი, ვინც გამოდის და ვინც ცდილობს
რომ რამენაირად გაამართლოს ის, რომ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ახალგაზრდა და მისი აზრი გამოხატა, ხო, გასაგებია თქვენ უჯიშოები ხართ და შეიძლება თქვენი ბაბუის, თქვენი მამის, თქვენი გარდაცვლილი ადამიანების შეურაცხყოფა თქვენთვის არაფერს არ წარმოადგენდეს და შეიძლება თქვენი პირადი შეურაცხყოფას არაფერს არ წარმოადგენდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვებისთვის არ წარმოადგენს. მე მიგვირს უბრალოდ ერთი რაღაცა, რომ ესეთი რაღაცები, როდესაც ხდება, კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს რა თქმა უნდა შესაბამისი სტრუქტურების მიერ იყო წახალისებული, რა თქმა უნდა შესაბამისი სტრუქტურების მიერ იყო შექმნილი და შესაბამისათაც დასრულდა ეს ყველაფერი გულისხმობ გირაუთი გამოშვებას ამ ადამიანისას და რა თქმა უნდა ეს ახლა მე იმას ნამდვილად არ ვამბობ, რომ ეს რა ქვია ასე უცებ დღე-დაღამე მუშაობდა უშიშროება, მაგრამ დაიდგა ეს ყველაფერი ისე, ეს როგორც ხდება, ნახეს პიროვნება, რომელსაც შეეძლო ამის გამო პასუხი მოეთხოვა, აფექტური, პატრიოტი ადამიანი, ისა რა ქვია, რომელსაც შეეძლო ფიზიკურადაც შეეძლო ყველანაირადაც, იქ მივიდა ვიღაცამ დაელაპარაკა, ბიჭო, მოდი შეხედე ეს ჩათლახი, ვინც ნოდარ დუმბაძეს ეს შეურაცხყოფა მიაყენა, აგერ იქნება და ამ დროს და მოდი გავიდეთ და მოვთხოვოთ პასუხი ასე და გაიყვანეს და ნახეს ეს ადამიანი და მოახდა ეს დანაშაულის პროვოცირებაში ქართული სახელმწიფო უშიშროების სამსახურები, ესენი არიან უმაღლეს დონეზე ასული ხალხი და მოახდინეს ეს ყველაფერი და მე მოხდა. ის უპრეცედენტო მხარდაჭერაც, რომელი უპრეცედენტო მხარდაჭერაც, სხვათა შორის მინდა ერთ-ერთი ჩვენი გაუნწელი არის თამაზი ქერიმოვი, რომელიც ხშირად დისკუსიაში შემოდის, აქ ყოფილა გაგიმარჯოს თამას, გამოხატა სურვილი, რომ ამ ადამიანს თან დააკავშირდეს, რომ სრულიად გადაუხადოს გირაოს თანხა. თამას იქაც დაგიწერე და აქაც გეტყვი ღიად, ვიცოდი რომ ამ ბლოგს ნახავდი, მე არ ვიცნობ სამწუხაროდ ამ ადამიანს, არ მაქვს არანაირი კავშირი, მაგრამ არანაირად არ გაჭირდება თუ თქვენ გაქვთ სურვილი ამ ადამიანის გირაოს თანხა გადაიხადოთ, დაკავშირება ამ ადამიანთან. თუ ვინმე უყურებს იქეთ, რა ვიცი, იქეთ ამ მხრიდანაც დაუკავშირდით ადამიანს, ღიად აქ დაწერილი, ამბობს სურვილი აქვს გამოთქმული და გირაოსთან დაკავშირებით ამ ბიჭის თანხას, ბატონ თამაზი, როგორც მისი პოსტიდან ჩანს, ღიად ამბობს და გადაიხდის. სოლიდარობა ძალიან კარგი რამე არის და საზოგადოებრივი სოლიდარობა უნდა მოხდეს, ბატონო. სხვათა შორის მე დარო საცემი მარტო მაგი კი არა, ჩემო კარგო. საცემი მარტო ეგ კი არ არის. საცემი არის აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ესა რა ქვია, ხელისუფლებიან ოპოზიციან. საცემი პირველ რიგში არის ვინ იცით? პირველი საცემი ვინა ისი კობახიძე. კაცი რო გამოდის და ამბობს, რომ მე ეროვნული ცნობიერება არ ვიციო და საშიშად მემაჩნიაო, ესეთი ადამიანი არის საცემი პირველ რიგში. ხო. რომ პატარა შემოულაწუნე ჭირდება მამა ოხროხინე, რომ აზრზე მოვიდეს. გარეულს შველის. ძალიან კარგი თუ კი შეძელით კონტაქტის დამყარება, ძალიან კარგი. ბებერი ჩათლახია სტურუა. კითხვას ვსვამ. ბებერი ჩათლახია. მართალია ახლა ახალგაზრდა არა, წყვილპირი გაუმტრიოს იმას ვინმე, მაგრამ მისი საქციელი და მისნაირების საქციელები არაა საცემი? და ის გამოსირებული ქალი კულტურის მინისტრი როა და მე აღფრთოვანებული დავრჩი თურმე იმით, რა ქვია. სტურუას დადგმული ვეფხისტყაოს. საცემი არ არიან ისინი თავიანთი იმეთი, რა ქვია, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა ვეფხისტყაოსას? მაგ კითხვას გისვა. ელემენტარულს გეუბნებით, რამდენია გაბუნია, გვარამია, ესენი დღე-დაღამე საცემები კი არა, ცოცხლად გასტყავებლები არიან. არა ასე. არის მენ საცემები ისინი, ვინც ქრისტიანობას ამხელა შეურაცხყოფა მიაყენა და ღვთისმშობელ შეურაცხყოფა მიაყენა და 7 წელს რო აშენებდნენ ჩვენ ბიჭებს თავზე. და რამდენი სასამართლო პროცესი იყო. მაშინ სხვათა შორის ამ ბიჭების მიმართ სოლიდარული არ იყო არც სახელმწიფო სისტემა, არც ეკლესია და არც არავინ. ისე სიმართლე რო ვთქვათ. ეს იყო. უბრალო საზოგადოება კი იყო, მაგრამ სისტემა არ იყო.
და პირიქით ტელევიზიები და ესენი რა მუჭებით იცავთ სარწმუნოებას და ეგეთი რაღაცა რამდენი შემთხვევა იყო ამის ახლა აწყობს კოცობას ასე იქეთ და ესეთ პატარ-პატარა მტრებს ბევრს მონახავენ ბევრს მოხდება სვიპერში კიდე ხო და ესე ლამაზად დაიდგება ეს მონტაჟები რო იცოდეთ ელემენტარულს გეკითხებით არ არიან ის ხალხის საცემები ქუჩაში რო დარბიან და რუსებს რა დედის ყნაო რო ყვირიან რამდენი ქართულ-რუსული ოჯახია შექმნილი მე ბიძაშვილები ცოლა მყავს რუსი და ბიძაჩემი ბიძაშვილები ნახევრად რუსები არიან ახლა თელერს როდესაც ეხები ხო ჩემ ოჯახის წევრსაც ეხები ხო გაქვს ხვირპირი გასამტრევი კი ბატონო თუ მაგათ ინტერესებში არის სოლიდარ არ არიან საცემები რა რუსიერი მარტო პუტინი და მედვედევია თუ გინდა დანარჩენები აიღეთ ამდენი რუსულ-ქართული ოჯახია შექმნილი ამდენს დედა ყავს რუსი ამდენს მეუღლე ყავს რუსი ამდენს ის არ არის ეს ხალხის საცემი აი გამსახურდიას ამბავს რო იხსენებენ ჩემო ლაშა გამსახურდიას ამბავს რო იხსენებენ და აკავშირებენ გამსახურდიას ამბავს და ნოდარ დუმბაძის ამბავს ამიტომ არ არის ეს შემთხვევით მოგონილი აი ზუსტად გუშინ ერთი ურია პირდაპირ სიონისტი ურია სახელით გვარით მე მიმტკიცებ და პატრიოტიზმს მიმტკიცებ და ზუსტად მაგით რო შენ არ გწოდნია თურმეო და საერთოდ ეს სოროსელი ურიები ვინც არიან ჩარეულები ბიჭო ამ ვითომ ქართულ ნაციონალიზმში მე თქვენ გეკითხებით ზვიად გამსახურდიას მიმართებაში მწერალთა კავშირში კიდე რამდენ შეეშალა ინტელიგენციაში გეკითხებით მსახიობებში კულტურის სხვა წარმომადგენლებში რამდენიმე შეეშალა გამეცით პასუხი ძალიან კარგად იცის იმ სოროსელებმა საქართველოს ისტორია და ასეთ დროს რომ აი ამ ნაბიჯვარის ქმედება გაამართლოს ზვიად ხო მართალი ხარ ზვიად გამსახურდიას სიყვარულმა და ეროვნული სულისკვეთების დაძაბულობამ ზუსტად გადარია ეს ბიჭი და გამოვიდა და გალანძღა ნოდარ დუმბაძე აგერ მე ჯერ დაბადებული არ ვიყავი 40 წლის ავარ და როგორ დაიცვალა 84-ში არის გადაცვლილი ნოდარ დუმბაძე და ამას 2026 წელს გაახსენდა ნოდარ დუმბაძის და ზვიად გამსახურდიას დაპირისპირება და ახლა დაუწყო ისა ლანძღვა და გინება რაზე ლაპარაკობთ ხალხო რა აზრს დაატანით ბიჭო ყველაფერ შემოგდებულ საკენგს სოროსელების შემოგდებულ საკენგს როგორ ჭამთ აი ელემენტარულს გეკითხებით რა ზვიად გამსახურდიას და სხვა პიროვნებებს თუ ქონდათ ერთმანეთში დაპირისპირებები ხო იყო ეს იდეური ბრძოლა იყო თუ იყო მაშინდელი მოვლენები იყო ეს მათ შორის დაპირისპირება იმის გამო ნამდვილად არ ფულის გამო ნამდვილად არ იყო და თანამდებობის გამო ნამდვილად არ იყო ეს იყო როგორც ნებისმიერ საზოგადოებაში ხდება დაპირისპირება ორ დიდ ადამიანებს შორის მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ან ზვიად გამსახურდიას არ უყვარდა სამშობლო ან ნოდარ დუმბაძეს არ უყვარდა სამშობლო ან ზვიად გამსახურდია არ იყო დიდი ქართველი ან ნოდარ დუმბაძე არ არის დიდი ქართველი ხო და აი ამ ორი დიდი ქართველის შორის დაპირისპირება ხო ვიღაცა სოროსის ტრაგედიიდან გამომძვრალი ბოკერია ჩერგოლეიშვილის ტროლზაუდში გამოზრდილი ვირთხების სალაპარაკო ნამდვილად არა ისე როგორც რუსულ-ქართული ურთიერთობები რა თქმა უნდა გამოყავთ ახალი გმირი ეს ახალი გმირები მბლომად არიან ყოველდღიურად იჭედებიან ეს უკვე ლაზარიკოებს სადა ყავთ ერთი ლაზარიკო ხო კიდე ესეთი გმირი იყო რა ქვია სად გაქრა ძმა ის ლაზარი და აი ესეთები ხა რამდენი გაგახსენოთ კი ბატონო წყანლივი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიან და როდესაც აი ამას ბიჭო ნოდარ დუმბაძის და ზვიად გამსახურდიას დაპირისპირება კი არა დღევანდელმა ახალგაზრდობამ შოთა რუსთაველი არ იცის ვინ იყო მით უმეტეს ამ ტრაგედიიდან განათლებულმა ახალგაზრდობამ რომლებიც მაშვებიან რა ქვია ეს ცივილკივილში არიან იმას ხო და
აი ეს საკითხი არის, ეს უბედურება არის ის, რომ ქვეყანას ყავს ესეთი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც როდესაც უთხრეს ეროვნული ცნობიერების დაცვის საკითხი და ქართული ენის დაცვის საკითხიო შევიტანოთო კონსტიტუციაშიო, მან ასეთი პასუხი გასცა, მე არ ვიცი ეროვნული ცნობიერება რა არის და საშიშათაც მიმაჩნიაო. ადამიანებისო იდეოლოგიზაციასო ახდენსო. ანუ სულისკვეთებით ქართული ცნობიერებით აღზრდა ქართველების საქართველოში, საქართველოს მოქალაქეების, არა მარტო ქართველების. ჯოგერ აიღეთ ხო ამ ადამიანს საერთოდ არა აქვს ქართული გვარი. ამას გერიმო, ხო? მაგრამ პატრიოტი გულიანი კაცია და მე გადავუხდი ამ ადამიანს მთლიანად იმას. აი ესეთი საქართველოს შვილებზე დგას ეს ქვეყანა, რომლებიც ომი იქნება თუ რა იქნება, მოკიდებენ იარაღს ხელს და სამშობლოსთვის წავლიან დასაცავად. ქართული იდეით აღზრდილია, საქართველოს შვილია, საქართველო მისი სამშობლოა. გნებავთ იმ ნოდარ დუმბაძის თეთრ ბაირაღებში როგორა აღწერილი ყველაფერი. გოგოლის იმისი რა ქვია, მოშიაშვილის და გულოიანის დაპირისპირება. ხო და ასე რო აღზარდოთ საქართველოში ქართველიც, წარმოშობით ქართველიც და არა ქართველიც, თურმე ეს პრობლემას წარმოადგენს. გაიგეთ? აი თამაზისნაირი უამრავი საქართველოს შვილი და ქართველები რო ყავდნენ, ეს თურმე პრობლემას წარმოადგენს ამ ხალხისთვის. აი ესაა პრობლემა, იცით? გაიხარეთ. ხო და აქედან გამომდინარე მე მინდა ვთქვა ერთი რაღაცა. არ შეიძლება ეგებოდეს ადამიანი და ქვეყანა და საზოგადოება ყოველთვის ერთი და იგივე უბედურებას. რაც ჩვენ შემთხვევაში არის ეთნიკური ნიშნით. რუსი, უკრაინელი. თურმე რუსი თუ არის ეროვნებით ყველა ცუდია, უკრაინელი თუ არის ეროვნებით ყველა ძმა და ყველა მეგობარია. ბიჭო, გუშინ დავდები ფილმი რა ბლოგი, აი შემოვბრძანდით და ნახეთ. ქართული გვარის ადამიანები აფხაზეთის ომში შემოვბრძანდით, ნახეთ და ჩემი YouTube გვერდზე აქაც დავდებ რომ დავამთავრებ მათ რა ქვია კომენტარს. კომენტარებში დავდებ ბლოგს. შემოდით და ნახეთ ქართველები და არა მარტო ისეთი გვარის ქართველები, აი სიტყვაზე მეგრულ აფხაზური ოჯახები რო არის, შვილები, ძეები, არის იანი გვარიც, რომელიც მაშინ რა ქვია, აფხაზების მხარეს იბრძოდა. თქვენ იმედ ქართველებს ეძახით? აუცილებლად გავაკეთებ იმაზე რა ქვია, მაგრამიანის ბატალიონზეც. და სხვა ბევრი დეტალები არის. რომ გვარით ქართველი ხარ არ ნიშნავს, რომ კაი კაცი ხარ. 1000-ად კაცი დაფასდა, 10,000-ად ზრდილობა. თუ კაცი კაცად არ ვარგა, ვერ ვარგებს გვარი შვილობა. ახვლედიანები არიან ეგერ ორი აფხაზეთის თავდადებული ბრჭყალებში გმირები, რომლებიც აფხაზეთისთვის იბრძოდნენ, დამოუკიდებელი სლავა აფხაზიასთვის იბრძოდნენ და უამრავი საქართველოს წინააღმდეგ ქართველების სისხლში აქვთ ხელი გასრული. და ეხლა მინდა ერთ რაღაცას მოუბრუნდე რა, სხვათა შორის ერთ ჩემს გამომწერს მინდა პირველ რიგში უპასუხო, რომელიც გუშინდელ ბლოგთან დაკავშირებით მეუბნებოდა, რომ შენ რას იგონებ, თურმე ეს რა მოგონება, აი ეს გერმანიაში მცხოვრები რადიკალურად განსხვავებული იდეის ადამიანი არის, რომელიც აუ დადე რა გერმანია სადაწერს ისო რუსეთთანო იმასო როსატომის თანამშრომლობაზეო ხელსვა ეს. თურმე მე ტყუილს ვამბობდი, გიპასუხებ, შემოხვალ, იქაც დაგიწერე, მაგრამ აქაც გიპასუხებ. აი ჩვენ სანამ გვიკრძალავენ იმას რა ქვია საქართველოში ნავთობის გადამუშავებას, აი ეს ცნობისთვის ევრონიუსი არის, უბრალოდ რუსულენოვანი არის, მე რუსული უფრო კარგად ვიცი ვიდრე სხვა უცხო ენა და აგერა ქალბატონო თქვენც და სხვა გამოსირებულ ბრჭყალებში ქართველებს, რომლებიც ტაშს უკრავენ იმას, რომ რა ქვია საქართველოს სანქციების ქვეშ რომ მოყვება, ეს თურმე კარგია და სანქციების ქვეშ რო არ მოყვეთ, ერთი ღრიკიანი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა. ღრიკიანი, ისიც აზერბაიჯანელებს ეკუთვნის. იმაზეც სანქცია დაგიწესეს.
ძმებმა, მეგობრებმა, თქვენმა. აგე რა ბატონო, გერმანია საკუთარ ქვეყანაში სტრატეგიული დანიშნულების ენერგო ობიექტების აღდგენა, რომელიც არის დაწყებული, რუსულ სუფთა კაგებეშნიკურ, სუფთა რა გაზპრომი და უფრო მეტი როსატომი. აი როსატომთან ერთად იწყებს თანამშრომლობას ატომური ელექტროსადგურების დეტალების წარმოებისთვის ერთობლივ და ეს რუსეთი არის იმაში, რა ქვია, სანქციებში ყავთ. ეს სირებისთვის და სირთამოდგმისთვის, რო იცოდეთ ისე რა. ყველაფერზე რო ტაშს უკრავთ და საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას ნახეთ, თქვენ რა ხალხი ხართ, იცი, ვინც ამას აკეთებთ? ზუსტად ისეთი ხალხი, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს გვარით ქართველები აფხაზების მხარეს იბრძოდნენ იქ. აი რა, ეს ისე ლირიული გადახვევა. არ მაქვს სურვილი მე ამ სისულელეებზე დრო დავხარჯო, მილიონი საქმე მაქვს ასაკეთები. ხო და რა შეეხება იმას, რომ გუშინ მე მივმართე პუტინს და რუსეთს და ხო ჩემს სიტყვას დარბის პუტინი და უთხარი და მოვთხოვე და დღესაც ვამბობ ორივე ხელს ვაწერ და ვითხოვ საქართველოს და რუსეთს შორის გაწყდეს აბსოლუტურად ყველანაირი კავშირი. აბსოლუტურად ყველანაირი ურთიერთობა იყოს გაწყვეტილი რუსეთს და საქართველოს შორის. მე ვარ ამის მომხრე. არ შეიძლება მუდმივად იყოს ამ თემაზე ლაპარაკი, მუდმივად ხდებოდეს ეთნიკური შუღლის გაღვივება და სანამდე აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაბრუნდება, მე არ მინდა რუსეთთან მქონდეს რაიმე კავშირი. ეკონომიკური, ენერგეტიკული, არანაირი, არც ტურიზმი ზედმეტია სისულელია ეგ ყველაფერი. და რაღაცა ისე დაემთხვა ეს ყველაფერი. აგერ ბატონო. ზალატაია კარონამ გამოაცხადა გუშინ, რომ საქართველოში ფულადგზავნილებს აჩერებს. ცნობისთვის 2008 წლის ომიდან დღევანდელ დღემდე არ მინდა შემეშალოს, მაგრამ 20 მილიარდამდე დოლარი არის რუსეთიდან გადმორიცხული საქართველოში. რა ვქნა ჩემოზე, სამაგეროთ ამაყები დაიხოცებიან, კაცო. შიგ ევროპა დაეხმარებათ, რა ვქნა, რა უყო. ამ ხალხს ძმაო თვითონ არა აქვს შეგნება. თვითონ არა აქვს თავმოყარება თავისი საარსებო გარემო თვითონ დაიცვა. არა აქვს ამის სურვილი და დაიხოცონ, რა უყო ახლა. თურქეთი არჩევთ, ევროკავშირი არჩევთ, ამერიკა არჩევთ, შემოძვაო. აგერ აჩერებს. ძალიან კარგი, მივესალმები. ზოგიერთი სირი გამოხდა რუსეთიდან და მე მეუბნება ჩვენო აქო მილიონი ქართველი ვართ და ამას რატო ამბობ? მილიონი ქართველი რო ხართ, მაგ და ქართველთა სათვისტომოს და ქართულ ლობს რუსეთში ნაცები და 1000 სირი რო წარმოადგენს, 1000 ნაბოზვარი და ჩატლახი როა მაგ შეკრებილი და მაგ მილიონმა ქართველმა ვერ შეძელით ქართული ნორმალური სათვისტომოს ჩამოყალიბება, რომელიც ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იზრუნებდა და რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა საქართველოს და რუსეთს შორის 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ვის ხავდა ბიჭო, ქართველებზე მეტი გავლენა ვის ჰქონდა რუსეთში? აგეღოთ ისა რა ქვია, ამ ხელოვნებზე და ამაზე არ მაქვს მე ლაპარაკი. ექიმები აიღეთ, პუტინის პირადი ექიმი ქართველი არა, ბოკერია. თავარი ფსიქიატრი რუსეთის ქართველი არა, ბიზნესმენები, რამდენი რა გააკეთეთ ბიჭო საქართველოს? რა გააკეთეთ რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოსთვის? გეკითხებით? არაფერი. ერთმანეთის ჭამაში ხართ, ერთმანეთის ჯიჯგნაში ხართ, მაგ თუ ვინმე ჩამოვა ქართველი რაღაცა შეეცდება, რა მინდა ეს შორსწავლა ნიკოლოზ ბჟავანაძე რო იყო ჩამოსული და მაგ იყო და მაგ იმაშუა და შეჯამეთ კაცი ბიჭო. საარსებო საშუალებას კი არ მიეცით იმას. 1000 ჭორები მოუყარეთ, 1000 სიბინძურეები დააბრალეთ. მე ვეცდები ერთ ნიკოლოზს დაუკავშირდე და მოახერხო ერთობლივი ლაივის ჩაწერა, იქეთ რა ხდება? ერთმანეთის ჭამაში ხართ, ბიჭო. ხო, აი, აქეთ საქართველოში ეგეთი ნაბოზრული სიტუაცია. თქვენ თუ თქვენი ქვეყანა გიყვართ. მაგ რუსეთში რატო ვერ შეძელით მილიონმა ქართველმა შეგეკრათ ერთი, ისევ როგორც სხვაგან.
ქართული, ჯიგრული, კაცური გაერთიანება, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე რაღაცა სიკეთეს მოახდინა. მაგაც ნაცებითა გავსებული. რუსეთში რო ჭამენ, რუსეთში რო სვამენ და რუსეთს რო აგინებენ დღე-დაღამე და ქართულ-რუსულ ურთიერთობებში რო არის. მე ჩამოგითვალოთ ახლა ვინ არის? რამდენიც გინდა, იმდენიც ვიცი. LGBT-ის ყავდათ, რა ქვია? სათვისტომოს ხელმძღვანელი ვიღაცა ივანოვი იმასთან დარბოდნენ, იგი რა ქვია, რაინდი და იმასთან დარბოდა იგი რა ქვია. აკვალე ლორდ კიფაინძე და იგი. არ ხართ ბიძიკო, თქვენ ღირსი, არც თქვენ არ ახართ ღირსი. ვისაც სამშობლო არ აინტერესებს და ვისაც სამშობლოს კეთილდღეობა არ აინტერესებს, რუსეთში იქნება, საქართველოში იქნება, ევროპაში იქნება, აზიაში იქნება, აფრიკაში იქნება, არც მე მაინტერესებს მისი ბედი და იყვალი. გაანძრიეთ ტრაკით უგიყვართ თქვენი ქვეყანა. ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც და ამოიღეთ ხმა. ეს ერთი. ხა მეორე. რაინდი უძახი შენ ძმაო. იქ იყო წამოჭიმული. ეხლა მეორე. სუსმა გამოძიება დაიწყო თურმე 24-25 ივლისს ენერგეტიკულ დივერსიასთან დაკავშირებით. შემთხვევით გაფრთხილება ხო არ იყო ეს? გაფრთხილება ხო არ იყო? თანაც ენგურჰესზე, რომლის მართვისფარი აფხაზეთშია, დანარჩენი აქეთა. ზედმეტი ტრაკის თამაშს დაიწყებთ და ერთ რუბილნიკ ჩამოწევთ და სიბნელეში ამოხდეთ სულს. ეს ხო არ იყო შემთხვევით? აი რუსეთიდან დღე-დაღამე დედას რო აგინებთ. და ეს დასირებული ჯენზი ახალგაზრდები, რომლებსაც პლანის, ტრაკის ქნევის და იმის მეტი რო არაფერი არ იციან, ერთი დღე-დაღამე უშუქოთ იყო საქართველო. ერთი დღე-დაღამე იყო უშუქოთ საქართველო. არც ფლად კაცო კიდე. და ლამის იყო ისტერიკა ქონდათ დაწყებული. ლამის იყო ეს ქვეშაფსია ხალხი. ეს ქვეშაფსია ხალხი, იმას იზამენ, რა ქვია, ომს გაუძლებენ რუსეთთან. ჩვენ 90-იანების თაობა უშუქობაში გავიზარდეთ და ვარეორი წერდა Facebook-ზე შევარდნაძის სურათები ქონდათ დადებული, გაგვახსენდა ნელი-დატკბილი 90-იანებიო, გაახსენდა ზოგიერთებს, რომ ოჯახში დედა ყავთ, მამა ყავთ, შვილი ყავთ, ისა ყავთ, გადადეს ისა რა ქვია, სმარტფონები, კომპიუტერები და ოჯახებს მოუბრუნეს, ზოგს მეზობელი გაახსენდა, რო ყავს და ურთიერთობა გაახსენდა. ვიცი, მედალს ორი მხარი აქვს. ერთი შუქი გაითიშა და წივილ-კივილი ჩაფსმულები დარბოდით. თქვენ ეს ის თაობა ხო არ გონიათ, რომელიც თაობაც მართლა იმ 90-იანების უბედურებაში გამოიზარდა. ამა დროს სიცოცხლის საფრთხე დაემუქროთ, კივილი დააქცევენ ქვეყანას. მაგრამ სანამშვიდობიანობა აქვთ, იძახიან, რამენაირად შეასრულონ სოროსის, მიექვსის, ინგლისის დავალება, იმის თურქების დავალება არიონ სიტუაცია. ვაზელინი ბლომათა აქვს და ტრაკის მიცემა კიდე ჩემო ძმაო დღეს სოციალისტური შრომის გმირობის ტოლფასი გახადეს ძველი დროის მასშტაბებით რო ავიღოთ და რა თქმა უნდა ეგ არაფერი პრობლემა არა. კრუნჩხვები ქონდათ, ხო? აი, ქონდეთ კრუნჩხვები საჭირო. ხო და ჩემო კარგებო. პატარა აზრზე მოიგეთ რა. და პირველ რიგში ქოცებს მიმართავ, ბიჭო, მე მჯერა რომ დარწმუნებული ვარ, ესენი უნდა შეიცვალონ, ესენი უნდა წაეთრიონ. ამათ არ შეუძლიათ სხვანაირად. მართვა ქვეყნის. კი ბატონო, მასია ყველგან. ხო, ბევრი გახარებული. არ შეუძლიათ ამათ სხვანაირად მართონ ქვეყანა. არ შეუძლია ჩარჩ ვაჭარ ბიძინა ივანაშვილს სხვანაირად მართოს ქვეყანა. არ შეუძლია ჩიჩილაკას, არ შეუძლია გენერალ მაიორ დინარაძეს სხვანაირად გამართოს ქვეყნის უსაფრთხოება. გამორიცხულია ეგ ყველაფერი.
კი ბატონო, პანიკაში ჩავარდნენ და ეხლა თქვენ წარმოედგინეთ ერთი ბომბი რო გასკდეს, ესენი უკვე მიეჩვიენ იმას, რომ smartphone-ში მიდის ომი და თვითონ არაფერი ემართებათ. ამიტომ მე ამ წუთში და მომავალშიც ვარ იმ აზრზე, თუ კი საქართველოში არ შეწყდება ეს ავადმყოფური რუსოფობიული დამოკიდებულება, არ შეწყდება ეგ ყველაფერი, საერთოდ გაწყვიტოს და მივმართოთ, ბატონო, მივმართოთ იქაურმა ქართველობამაც, აკაურმა ქართველობამაც ამ დედამოწყნულ პუტინს, რომ საქართველოსთან გაწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა. აღარ გვინდა, მაგის დედას შევეცი მაგისას. საქართველოსთან რა ურთიერთობა უნდა დაალაგოს, ღვიძლმასთან ვერ ალაგებს ეგერ ურთიერთობას და რა რუსეთს და უკრაინას შორის ხდება, თქვენ გონიათ მარტო ერთი მხრის დანაშაულია? აი მისი ღვიძლიძმა გაწირა და გაწყვიტა და მიდის და გაწყდებიან კიდე რამდენია ასობით და ათასობით გაწყდება ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან, ახლა კაცს რომელსაც მის ღვიძლიძმასთან არ შეუძლია ურთიერთობის დალაგება და ასე კლავს და ხოცავს ერთმანეთს, საქართველოსთან დაალაგებს ურთიერთობას. მომხრე ვარ, გაწყდეს დენი, გაწყდეს ბენზინი, გაწყდეს გაზი, გაწყდეს ხორბალი რუსეთიდან, გადარიცხვები აი მადლობა ღმერთს თურმე წყდება, ხო და სხვა ბევრი რაღაცეები აბსოლუტურად ყველაფერი გაწყდეს და რა შედეგებსაც მოიტანს, გაუძლოთ. აქ მე მეძახიან ეს დედარძე მოტყნულები, იმას რა ქვია, რუსეთუმეს გავსებული მთელი სასტუმროები, მთელი ბიზნესები, მთელი ყველაფერი სულ რუსეთთან აქვს და ესენი არიან და ამა დედა შევეცი და გამოდიან, აქ თვითონ მილიონები უნდა იშოვონ. სხვას უნდა უძახონ რუსეთუმი. გაწყდეს ორივე ხელით მომხრე ვარ. მორჩა. არ მინდა. არათუ ტურისტი ჩამოდიოდეს, საერთოდ არანაირი კავშირი არ მინდა რუსეთთან. კი ბატონო, არ მინდა, სანამ აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დააბრუნებს, არც დენი მინდა, არც გაზი მინდა, არც პური მინდა, არც ბენზინი მინდა, არაფერი არ მინდა მაგათი. ხო ხართ ამაყები. ხო და გააკეთეთ. მიდით გააკეთეთ. და სოროსი მოგცემთ, მე თქვენი დედა შევეცი. სოროსი მოგცემთ. ამერიკა მოგცემთ, ევროკავშირი მოგცემთ, აგერ ერთი ღრიკიანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რო ძლივს აშენდა საქართველოში და იმასაც გისანქცირებთ და დედას გიტყნავთ. ხო, ის მოგცემთ. და უკრაინის დააქცევის ფონდიდან შეიძლება რაღაცა გადმოგიგნონ. ხო, ესე აგერა, ეს როგორც ეს იძახის აგერა, სანქციები სამშობლო გვეღუპება, ასე იქნება, ისე იქნება, როგორც დენთის კასრზე ვზივართ, სანქციების ეშინიათ და იმის არ ეშინიათ, რაც შეიძლება მოყოს რუსეთთან ომს და დაძაბულობას. 2006 წელს ჩემო ძმაო, მაშინ მაგი რომ მოხდა 2006 წელს და როდესაც ეს კრიზისი შეიქმნა საქართველოში, მაშინ 2006 წელს დაგვეხმარა ირანი. აი ეს ნაცები ახლა მაშინ ტრაქში უძრობოდნენ ირანს და ირანის ელჩს. 2006 წელს დაგვეხმარა ირანი. გაზის კრიზისის დროს, როდესაც აფეთქდა ის. მაგრამ დღეს გამოვიდა ყველა ნაცი ირანს აგინებს. ის დაავიწყდათ. ასე ეს. ხო და საინეს ავადმყოფი ხალხი არ მოიძირკვება, მაგრამ არაფერი არ იქნება. კარგი, ჩემოკარგებო, დაგემშვიდობებით. ახლა მეც რაღაცეების საქმე მაქვს, დაგიტოვებთ იმ ბლოგს, შეგიძლიათ ნახოთ, ყველამ ნახეთ და გააზიარეთ. რამდენი მოღალატე ქართველი გვებრძოდა აფხაზეთში ერთიან საქართველოს და იცოდეთ, რომ ყველა სლავა უკრაინელი, ყველა ვინც ნატოს დროშით დარბის, ყველა ვინც ევროკავშირის დროშით დარბის, ყველა ვინც ამ სანქციების თამის მომხრეა, არის პოტენციურად ზუსტად ის ადამიანი, რომელმაც აფხაზეთის ომში იარაღს მოკიდა ხელი და ერთიანი საქართველოს წინააღმდეგ წამოვიდა. იცოდეთ, რომ არაფერი შეცვლილა ქვეყანაში, შეიცვალა მხოლოდ სახელები, გვარები და ლოზუნგების რედაქტირება მოხდა. სლავა უკრაინეს მაძახებელი ხალხი თავის დროზე სლავა აფხაზიას იცავდა. იგრე დროებით